მოგესალმებით მეგობრებო, სამომშვიდობისა, არა, ღამემშვიდობისა, იმიტომ რომ ღამეა უკვე. მოკლედ, ეს დღეები მომიწევს ყოველ დღე, ჯერჯერობით, ესეა, სიარული და შესაბამისად ესეთ დროს მომიწევს ხოლმე ვიდეოს ჩაწერა. გაფი. მოიწევს. რა გინდა, წევან ხო გაჭამე. აი ესე იციან, სამზარეულოს შემოვალ და კატებიც მომყვებიან. კარგი, კიდევ ერთხელ დავუყრიო, ოღონდ გაჩუმნე. გაიწიეთ ახლა. გაიწიეთ. მაცალეთ. შენ მაჩვენებს მოიცადე. რამ ბევრი არ მოგიანდეთ. ვაიმე ჩავკეტეთ ზუსტად. ხო, სოსოს მოკლედ ყავა დაულევია დღეს ძალიან ბევრი. ქილაში ხო მახსოვს რამდენი იყო. და რაღაცა წამოწდა, ცოტა ბევრი ყავა დაულიო. მეთქი შევხედე მე ქილას და აი ამდენ აი ისიც ცოტა დარჩენილი, მეგობრებო, აი რა ვიცი. აი ნახეთ, აი ეს რა დარჩენილი, წარმოიდგინეთ. და არ ვიცი, ან უნდა დავუმალო, ან არ ვიცი რა ვქნა, მოკლედ. არ შეიძლება ახლა, მოზარდისთვის ამდენი ყავა, თუმცა ეხლანდელი ესეთი ყავები, რატომღაც მგონია, რომ კოფეინი დიდად არ უნდა გქონდეს რა, კოფეინი გამოცილია, კიდევ კაი. მე რატო ვამბობ ამას, იმიტომ რომ როცა ადრე ვმუშაობდი სამსახურში, რომ მოვითენთებოდი და უკვე გონება რომ ეთიშებოდა, რაღაცა მჭირდებოდა ისეთი, უნდა დამელია, რომ მოსულიყავი უცბად გონზე, თორე ხა ვინ დამელოდებოდა მე, როდის ვიქნებოდი წყობში. და კარტნუარის შეჩვეულა ფრანგულად. კარტნუარის მოდი ესე ვთქვათ რთი. კარტნუარის ეს ჯერადი ისინი როა, იმას უცბად ასე გავიკეთებდი ხოლმე და უცბად აი გამოფხიზლდებოდი ხოლმე. იმას ქონდა მართლა, ქონდა რა აქვს ძლიერი ისა ეფექტი რა იმისი კოფეინის და ესენი არა, ეს უფრო მსუბუქებია. არ ვიცი, მოკლედ ახლა ყავა დავლიე და კიდე უარს არ ვიტყოდი, ავით ძალებაზე. ესე იგი, ვთქვათ მოვასხი. ჩემმა დირექტის გამომწერებმა კი იცით, რომ ნალექიანი ყავა არის ამ ბოლო ხანში ჩემი პრიორიტეტი, ანუ ყავებში რა. და სხვათა შორის, აი ძველ გამომწერებს გემახსოვრებათ, მე ყავას როგორ ვსვავდი ხოლმე, ანუ ნალექიანი მაშინ არ მახსენდება. შეიძლება 1-2 ჭიქა ხო, მაგრამ აი ესე ინტენსიურად და რამ განაპირობა ეს, მოკლედ, სულ ძიან ყავას ვსვავდი, უნალექოს, ოღონდ რძესთან ერთად. და რაღაცნაირად მოვიბეზრე კიდევაც, მაგრამ მახსოვს ერთმა ქალმა თქვა, რომ ესეთი მედიცინის ასე ვთქვათ მუშაკების გარემოცვაში ვინც იმყოფებოდა, იმან თქვა, რომ ნალექიანი ყავა წნევას არეგულირებს, ანუ არც წევს, არც ჩვეულებრივად რა ესეთი ის არის. და იმიტომ ჯერ ისედაც ადრე ახალგაზრდობაში სულ ნალექიან ყავას ვსვავდით ხოლმე მე, ჩემი და ქალები მოკლედ ჩემთან რო სტუმრად მოდიოდნენ, ნალექიანი ყავით ვიჭყიპებოდით, რასაც ქვია. ერთხელ იმდენი დავლიე, რომ მართლა ცუდად გავხდი, მეგობრებო, წარმოიდგინეთ. დღეს არა და გუშინ წინ რაღაცა ისე ჩავფიქრდი რა, საერთოდ ზოგადად რა ცხოვრებაზე და ესეთი დასკვნა, ახლა არ გამიკეთებია ეს დასკვნა, დიდი ხანია ამ დასკვნამდე მივედი და მივხვდი, რომ ცხოვრებაში მთავარი რა არის, მეგობრებო, იცით? ემოციები, განცდები. ანუ შეიძლება ადამიანს აი თითქოს ყველაფერი გქონდეს. ანუ მე ვიძახი
ქონება, ბევრი ფული, იქით აქეთ ყველაფერი, ანუ აი გარშემოტყმული იყო ყველაფრით, მაგრამ აი ეს ემოციები და განცდების ის მრავალფეროვნება არ იყოს. თუმცა კი ახლა სასუსო კითხა, ფული ყოველთვის საჭიროა. თავისთავად ახლა, იმიტომ რომ ფული ისეთი ის არის საშუალება, რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობას გაძლევს, ხო, რაღაცებს, თუნდაც დავუშვათ მოგზაურობის, ხო? ანუ კიდევ ერთი რაღაცა სიახლე ცხოვრებაში რაღაცა განცდა რომ მიიღო, ხო? რაღაცა განცდებით და ემოციებით დაიმუხტო ადამიანი და ანუ სხვადასხვა ემოციები გამოცადო ცხოვრებაში, ხო? მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ადამიანს აქვს, ანუ როგორ ვთქვათ, ფანტაზია ალბათ მგონი მინიმუმითაც ახერხებს ვფიქრობ, ანუ განცდების და ემოციებით დამუხტვას რა. აი დავუშვათ ახლა დღეს რაღაც ის მოღუშული ამინდი იყო, უღიმღამო რაღაც მოღრუბლული ციოდა და ცოტა ხანი რომ გამოვედი ჰაერზე, ну, ხო, გამოიდარა ეს თეთრი ქათქათა-ღრუბლები და ვინახე ცაზე ეს ჭადრის ხეებზე, თორეს დიდი მაღალი ჭადრის ხეები, ახალი ქორფაფოთლებს, მზის სხივები ისე ლამაზად ანადებდა, აი ესეთი მოყვითალო ფერს, ღია-ღია ლინის ფერს უქმნიდა და რაღაც მომენტში ესე ცოტა ხანი გავჩერდი და აი ის მინდოდა და გამეჩერებინა ეს მომენტი, ის ემოცია, რაღაც აი სხვადასხვა ასე ვთქვათ, გრძნობები მოდიოდა აი ამ პეიზაჟის ყურების დროს და მაშინ კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმას, რომ რამდენად საერთოდ ცხოვრება ზოგადად რა ლამაზია რაღაცა და აი ყველაფრის შემჩნევა უნდა ისწავლო, ყველაფრის დაფიქსირება, რომ ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და ბედნიერი იყოს, თორე რაღაცა კონკრეტულზე რო იყო მხოლოდ ისა, ალბათ გაჩნდები ადამიანი. ხო და ესე, მოკლედ, არ ვიცი, ახლა შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ მაინც ჩემ დავსწრდი ხელოვან ადამიანად ის კი არა, რომ სწავლობდი მაშინ ჩემი ჯგუფელები, ჩემთან სტუმრად რო იყვნენ იქ ძველ მისამართზე, ჩემი ნამუშევრები რო ნახეს, ანუ ზედისაღებავებში ცხოვრობ, ხატავდი ადრე და რო ნახეს ჩემი ნამუშევრები, შენო რა გინდაო? რა გინდაო იურიდიულზეო, მოკლედ, შენო ხელოვნებაში უნდა იყო და ისე სხვათა შორის ბაბუა მეუბნებოდა მაგას. ბაბუას კაი ხედვა ჰქონდა საერთოდ თვითონ ლექციებსაც კითხულობდა და სტუდენტებთან ჰქონდა შეხება და მოკლედ გამოცდილება ცალკე ისა და მეუბნებოდა, რომ შენ აუცილებლად ხელოვნების განხრით უნდა წახვიდეო. იცით რა არის, ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ის, რომ ცოტათი უფრო ადრეც რომ დამეწყო ის რაც მერე და მერე ანუ ქმნიდი ხო რაღაცა ნამუშევრებს და თავისთავად ანუ შემოსავალიც მოქონდა ხო? ცოტა უფრო ადრე რომ დამეწყო, შესაძლებელია უფრო სხვაგვარად წარმართულიყო ჩემი ცხოვრება, მე ესე ვფიქრობ. და იცით რა არის? დროში არ ვიქნებოდი არანაირად შეზღუდული, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცაზე არ ხარ დამოკიდებული, ანუ მხოლოდ და მხოლოდ უნდა მოფრინდეს მუზა არფით ხელში, ხო და დაგიკრავს იმ თავის იმას, შთაგონება მოდის და ქმნი რაღაცებს, ხო? შეიძლება ეს იქნებოდა. მოკლედ კარგი იქნებოდა თავისთავად. საერთოდ ადამიანები ძალიან ხშირად ვამბობთ მაგას, რომ ესე რომ ყოფილიყო, ესე ვიზამდი. მაგრამ ალბათ ისე არის, როგორც უნდა ყოფილიყო. ხვალ მეგობრებო, სობა და არ ვიცი, შარშან დედამ მომიტანა გზა. ნუ დედა ყიდულობს, აკურთხებს. შარშან სხვათა შორის შარშან არ ვიყავი დაკავებული, თუ ვიყავი, ხო ვფიქრობ.
ამ დროს არა მუშაობდი მგონი, ამ დროს მუშაობდი შავშავ. და მგონი ვერ მოახერხე, ფაქტია რომ მე არ მიყიდია დედამ. იყიდა ჩემთვისაც. ხო. და მინდა რაღაცნაირად აი გურლით მინდა ეს წერეთელზე მეტროში, ეს მეტრო, რა მეტრო? მეტრო რა შუაშია. ტაძარში წერეთელზე მეტროში. ესე იგი დღეს რო ვთქვათ რომ ეხა დათვირთული დღე იყო თქო, მოგატყუებთ მეგობრებო. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ აი რაღაცნაირი ეხა წვიმიანი, ქარიანი ციო და მოკლედ, მაგრამ აი რაღაცნაირად გადავიღალე ზუსტად აი ამითი და ბევრი ფიქრით, ძალიან ბევრი ფიქრით. მე კიდე იცით ხო, მე თუ ვატყობ ჩემთავს რომ ბევრი ფიქრები მეწყება, ვცდილობ რომ რაღაცით დავკავდე, რაღაცაზე გადავიტანო ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფიქრი არ არის მეგობრებო კარგი და საზიანოც რა მინდა გითხრათ. მე ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. ჩაის ფერიც, ჩაი დაუყენე სოს, იმიტომ რომ იმდენი ყავადალია. ჩაი დაყენ და დავაყენ. ხო, მოკლედ ახლა ავაჯუხებ ამ ყავას. რაღაცა სიახლეები იქნება მეგობრებო და რაღაცა აი უკვე ესეთი განწყობა მაქვს სიხარულის და აუცილებლად გაგიზიარებთ. ჯერჯერობით არ ვიტყვი. ხო. მოკლედ ესეთი ამბები. აი რომ მოვედი, ხო გეუბნებით, აი ეს რაც მათში, ანუ რაც მეცვა უბრალოდ გარეთ, ანუ სამსახურში არ გამიხდია. ცოტა ხანი, რასაც ქვია, დავჯექი, აი ვიჯექი რაღაცა ესე მივითი შესავით და მეთქი ვიდეო უნდა ჩავწერო და ავდექი. ხო მართლა, ჩემი თანამშრომლებიც მიყურებენ, აქედან მოკითხვა. და მოკლედ შევხვდებით სამსახურში. ხო. მეძინება, ძალიან მეძინება. იცით რა არის, როცა აი თქვათ გადაგვით თუ მივდივარ სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ ანუ გამოძინება აუცილებელია, ზოგადად ისედაც აუცილებელია. რაღაცნაირად აი მინდა ხოლმე ცოტათი გავწელოთ, რომ ან რაღაცა შევხედო ვუყურო, ფილმი იქნება თუ რაღაცა ვიდეო იქნება თუ რაღაც ესეთი და მე დავიძინო ხოლმე და სადღაც ესე გამომდის ხოლმე 2-3 საათი და ვიღვიძებ 9:30. ესე მირჩევნია. გან არ შემიძლია ცოტა მეტი დავიძინო, მაგრამ მე ჩქარა უნდა დავიწყო და მირჩევნია ხოლმე რომ წყნარად, ანუ ყავაც მოვასრო, ყავის დალევაც და ისე გავიდე ხოლმე და ხო შეკითხვა რო იყო, კი დავწერე პასუხი, აქაც გეტყვით რომ ჩვეულებრივად, ანუ შეიძლება კი შეკვეთა და წავება, იმიტომ რომ ანუ ჩვენ ხუთავთ რა მოკლედ. ხინკალსაც, ხაჭაპურებსაც და მოკლედ ესეთი ყუთით ვატარებთ რა. ასე რომ არ არის პრობლემა, ვისაც არ უნდა იქ პირდაპირ ადგილზე მიირთვას, სახში შეიძლება წაიგოთ. და იმისათვის რომ სიტყვა შეინარს,
ჩუნდოს, ანუ სახლამდე თავისთავად ფოლგი, ანუ ფოლგას სწორედ ვიძახი, ფოლგა ხო ქართული არ არის. როგორ არის ქართულად ფოლგა? არ ვიცი. ალუმინის ქაღალდი? ალუმინის ქაღალდი. მოკლედ, სითბო რომ შეინგრა ჩუნდოს. მეგობრებო, ცოტახი ზამთარი დამიბრუნდა. ცოტახი და იმედია მალე წავა. მაგრამ ვისურვებდი ნორმალურ ზაფხულს, ანუ ცხელი ზაფხულიც, აი მართლა ნამდვილად არ მინდა. და ყველას ვისაც რაღაცა ესეთი სადაც ცხოვრობს, ანუ სადაც ცხელა, ვისურვებდი რომ აი ღმერთმა გთას რომ ისეთი სასიამოვნო ამინდები იყოს ყველგან, იმიტომ რომ ეხლა ერთგან იყოს, მეორეგან ცოტა ისეთი ის არის რა. გინდა რომ ყველას უსურვო, როგორც საკუთარი თავისთვის ის კარგი გარემო. ნუ ჩემი მამიდაშვილი ვიცი რომ ეხლა ფლორიდაში ცხოვრობენ და იქაც ცხელა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ოკეანი და რაღაცა მაინც არის ხოლმე ზაფხულში ძალიან ცხელი ზაფხულია ხოლმე იქიდაც. კიდევ ვიცი რომ საფრანგეთშიც საკმაოდ ცხელი ზაფხულია ხოლმე. საინფორმაციო დამგებულობ ხოლმე რომ მოკლედ 50 გრადუსები და რაღაცა რო იყო, ხო? ჩვენთანაც იყო მაღალი გრადუსები და გახსენებაც არ მინდა მეგობრებო ისეთი ახლა შეიძლება ის დაგვარად ჩვენ ახლა კონდიციონერი არ გვაქვს, მაგრამ ახლა ეგრეთ წოდებული ვენტილატორით ვაგრილებდით, მაგრამ მე მახსოვს ძველ მისამართზე ის კარგი ესე ძლიერი ვენტილატორი გქონდა, ეგრეთ წოდებული ვენტილატორი, ფენი, თუ რა ვიცი რა ქვია ქართულად. ხო და ისეთი ძლიერი იყო, მაგრამ ისე ცხელოდა, რომ ცხელ ჰაერს ატრიალებდა მეგობრებო და საერთოდ არ იგრძნობოდა და მაშინ იყო სოსო პატარა ადრეს ვთქვი მგონი ვიდეოში და პატარა ბავშვები ხო იცით ხშირად იძინებენ ხოლმე და თან რო ითენთებოდა სიცხისგან, მოკლედ რო დაიძინებდა, აი დამიჯერებთ სანამ ბავშვს ეძინა, პირსახოც ვასველებდი, კარგად გავწურავდი და ზემოდან ესე ვუნიავებდი, რომ ოდნავ სიგრილე, ანუ მისულიყო ბავშვთან და კომფორტულად დაეძინა. ნუ თავისთავად ეხლა ტიტლიკანა იყო მხოლოდ საცვლებში და მაინც იყო საჭირო, იმიტომ რომ ძალიან ცხელოდა. აი ცხელი ჰაერის რო სუნთქავ ადამიანი, აი ესეთი სიცხე იყო. ღმერთმა გთანს ყველაფერი რიგზე იყოს და რა ვიცი, მშვიდობა იყოს რა. მე რაღაცა ბრახუნს რომ გავიგებ ხოლმე ისე მეშინია. იმგონი იქით ის არის რკინის აივანი როა, ალბათ იქ იყო. რაღაცნაირი ცოტა სხვანაირი გამომივიდა ყავა. კარგით მეგობრებო, ეხლა მე დავისვენებ. კატა იმაშვება, შემეშინდა. კარგით, ეხლა მე დავისვენებ, მოწესრიგდები სახლის ტანისამოს ჩავიწმევ, რომ კომფორტულად ვიგრძნო უფრო თავი და ნელა წავალ ძილისკენ და დილას ისევ წამოვხტები, როგორც ყოველთვის, ორ მაგვიძარას ვაყენებ ხოლმე მობილურშიც და კომპიუტერშიც. ისეთი სიგნალია, რომ რა ვიცი მე იქ კიდე არჩევა იყო, ისეთი სირენა და შემეშინდა მეთქი ეს რომ დილას ჩავთო, შეიძლება ინფარქტიც მივიღო თქო და სხვა, ანუ შევცვალე სხვა ეს არის სიგნალი. მაგრამ ისიც კაი ისეთია რა, ეგრევე, აი გინდა არ გინდა, ჯარში რა წამოგახტუნებს რა. და ეს ზუსტად ესე, აი, რასაც ქვია,
გახევა თვალის და წამოხტომა ერთია ხოლმე რა. ხო. კარგით აბა დროებით და ხვალამდე მეგობრებო. მადლობა ყველას.